კი ბატონო. სხვა? სხვა მეტი არა, ზაჟიგალკა მაქვს კიდე, აი. შეიძლება ხო? კი ბატონო, ყველაფერი რაც გნება. კი ბატონო, ესე იგი სხვა ჯიბეში არაფერი არ არა. გაგაჩნია. კი ბატონო, ეხის ზედაპირულად. უთი გადავამოწმებ, არა, всё, ეხლა არაფერი აღარ არა. ცოტა უკუნდანაც კი ბატონო. კამარი მაჩვენეთ და თავის ხოლმე წამდგეს. კი ბატონო. გავისნა? არა. აიღე თქვენი ნივთები. დიდოვიანი ზე. მადლობა. ესე ისო კუსტბაზე. წან კრიმპულმა დამასვალიერა. ეხა პატრულმა. სკოლა ცოტა ადრე მოვედით სკოლაში ბაგებში ცოლის და ვიფიქრე კუსტბაზე ავალმე. ჯერის კრიმპული მოვიდა. მანქანაში ვიჯექი და თეთრი წერები მაქვს და აღმოდის ხოლმე უშნოთ ესე და პინცეტით ვიძროვდი სარკეს. გავიარეს, გამომიარეს, მოვიდნენ. ხო დაინახეს რაზეც ვარ, რასაც ვაკეთებ. მოვიდნენ. ვიცანი ახლა მეთქი კაცო. გადაკიდებულები ხართ შემს. რაო, დაგათვალე მე ვთხარი, რამდენჯერნა ხან პატრული, ხან თქვენ მეთქი აქ კუსტბაზე მოსვლა უნდა მეშინოდე. დღესო დაგათვალიერებს, რო? არა, დღეს არა მეთქი, მაგრამ ყოველ დღე უნდა დამათვალიერონ, თუ რა მოკლედ დღეს თუ არ დაგათვალიერებს, კიდე გამჩხრიკეს დამათვალიერე. შენი დანო ექსპერტიზიდან მოსულიაო, მე ვთხარ ხო უნდა დაგერეკათ მეთქი და ხო არა უნდა დამერეკაო, მაგრამ ნუ რაღაც არ ვიცი რამე. ხა მოკლედ ხვალ 12 საათზე ჩამოდიო. ნუ აკეში რო არის, აკის პოლიცია ეს კორტების წინ იქ უნდა ჩავიდე ხო. მაგრამ ამ საკითხზე ვიძახი რა. კუსტბაზე მოსulis უნდა მეშინოდეს კაცო. რა ქვია კუსტბას? დასვენების და დროს გატარების თუ რაღაცის პარკი ხო, ქალაქის. კუსტბას ხო არ ქვია ჩხრეკის და დათვალიერების და ჩხრეკის და შემოწმების პარკი. და არ ქვიათ მაშინ კუსტბას შემოწმების და გაჩხრეკვის პარკი. ორჯერ გამჩხრიკეს უკვე დღეს. აი გამოვიარე 100 მეტრი მანქანიდან და მეორედ გამჩხრიკეს. თანა ვახსოვდი ისო ძაღლი იპოვეო. თუ გახსოვარ, ესე იგი და გახსოვს თემატიკა, ესე იგი იცი რომ მე არა ვარ ის ტიპები აქ რო დებენ რაღაც ნარკოტიკებს და იღებენ. ანუ მე საშიშროების ქალაქისთვის და საზოგადოებრივი საშიშროების ტიპი არა ვარ, ხო, ესე იგი რახან გახსოვარ, ხო? ის ძაღლის ისტორიაც იცის, ყველაფერი იცის. რაღაც მათ მომწმებ. დროს რატომ მაკარგვინე? მე არა მაქვს პრობლემა, კაც გამჩხრიკონ რა, ვაფშე კი არაფერი. ისევ ვძილობიანად იყვნენ როგორც წინაზე, ესეც ეს პატრულის, მაგრამ რატომ პოლიციური ქვეყანა რა პარკში, სკვერში სიარული გასაჩხრეკი უნდა გავხდე კაცო? 60 წლის კაცი, კაცო. 18 წლის ბავშვი ხო არა ვარ აქ რომ დადიან და შეიძლება პლანს ეწევიან რაღაცაზე გამოიჭირო ახლა. ის ხო არა 60 მაგათ ხელა შვილი უნდა მყავდეს ახლა ჩემ ბავშვი დროზე რო გათხოვილებო. გახადდეს ისა რა, ისე შევარნაძის პერიოდი დააბრუნეს ამ ქოცემ. ყველაფერი შევარნაძის დროინდელი დააბრუნეს რა. უბრალოდ ძილობიანები არიან. ის შევარნაძის დროს საზაღლეთის ტიპები იყვნენ, ნუ ის ამაზრზენი ნაბოზრები იყვნენ. ესენი ძილობიანი, მაგრამ ისევ იგივე მეთოდები რა. იჯოს რა უნდა просто კუსტბა აღარ არის ხალხის და პოლიციის არის კუსტბა თუ რა სიკვდილი რა ჭირს რა უნდა ხო. ეს მანქანა ჩაკეტვა რო წელან დამავიწყდა. მაგიტო ამოუბრუნდი რა. მაინც შემხვდებოდნენ იქით მიდიოდნენ სანაც შემხვდებოდნენ. სხვა ეს ჩემნაირად ნერვები მოეშლებოდა რაღაც შულს ატეხავდა და ატყდებოდა რაღაცა რა.
მე გამოინძახებდნენ და მესეოდა ალბათ როგორც იმ გორში ტიპები რო გალა. Hansa ara maქვს არაფერი და წლები არაფერს აღარ ვარ ამ ფეხებზე მკიდია გასულ გამჩანა რაც უნდა დამითვალიერო არაფერი კანონდარღვევითი არა მაქვს მაგრამ უბრალოდ პოლიცია რო გჭრიკავს სასიამოვნოა თან ორჯერ ერთი მოვიდა მანქანაში დამათვალიერეს რაღაცა მეორე პატრული მოვიდა პატრულმა დამათვალიერა არაფერი კანონს არ არღვევენ არ ჯიბეში ხელს არ ყოფენ შენ თვითონ გასაგებია ხო გადავიღე კიდევ მაგრამ უბრალოდ რა ვერ გავიგე როგორ ავხსნა ახლა რა როცა არ ახარ გასასინჯი ტყილა კბილის ექიმთან რო დადიოდე და კბილები გითვალიერონ ტყილა გინდა ან ბუასილიან ტრანკი პროჭი გითვალიერონ კარგია ეხა ზამთარი რო იყო მაშინ რამხელა ბატინკები მეცვა იმის შნუროკების შეკრა გახსნა შეკრას მარტო 9 საათი უნდა დავიტანჯე იმ დღეს მავალებენ ამათ ხო არ სიამოვნებს ახლა ამათაც რა მოდიოდნენ ახლა და აი აჰა არავინ არ არის ამ ქუჩაზე ვაშე აგერ მოდიოდი ესე და გამოიარეს გამჭრიკეს ეხლა კიდე აგერ გაიარეს აგე ასე დადიან რა გასაგებია რომ აი აქ დებენ ის ვიღაცები თურმე ამ კრწბაზე აქ გზებზე რაღაცებს რა თუ ნარკოტიკებს და მე ვიღაცები იღებენ მაგრამ ხო შემამოწმე და ხო გაიგე რაც ყოფილა რა მე შენ კი არა მთელმა საქართველომ გაიგო ვიდეოები რო დავდე იმ ძაღლზე თვითონაც რომ მკითხა საიდან არა მაშინ კი ველაპარაკე მაგრამ დაიმახსოვრა ალბათ მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს საიდან ახსოვდა ყოველ შემთხვევაში გამოცდილ კაც ჯერ ესეთი ერთხელ რო გაჭრიკავს ის მეორედ გასაჭრეკი არის თუ არა შვენივრად ამჩნევს კაცი 1 საათი ვიდექი მან გამოიარეს და 10 წუთის მერე ჩაიარეს რო ხედავ რომ ესე ფეხებზე მკიდია პოლიციის შავლა გამოვლა ჯერ მაღაზია არ უნდა მიხვდე რომ რამე ფაქტიანი კაცი წვერის გამოჩიჩქნას გააგრძელებ და იმდენი ხანი და თუ ველოდები როდის დადებენ მით უმეტეს კიდე პოლიცია დავენახა მაინც და იმდენი ხანი ვიდგებოდი იქა რო გაიარეს დავინახე მე მაშინ მერე მოატრიალეს მეთქი ალბათ მიცნეს და წავიდნენ რა მიხვდნენ იფიქრეს ეს გამოყლებული ძაღლს რო ეძებდა ის არის ალბათ და ჩაიარეს მეთქი ესე ვიფიქრე თურმე კაცო დასლაპარაკო გასაჭრეკად მოტრიალდნენ თან ავი მარტო ჩემზე არიან გადაკი აქ ხალმა ვიღაცემა რუსებს კი არ ჭრიკავენ თო აგერ მანამდე რუსმა ნაშამდა ტიპმა გაიარეს რა რუსულად ლაპარაკობდნენ ის არავის გაუჩერებია ქართველებს ერჩიან ეთყობა. არა, შეიძლება ის მოშორებით სხვაგან მაინამაინც მე რო დავინახე იქ არ გააჩერეს თქვა, სხვაგან გააჩერეს. რაც ხომ მეეჭვება, მე რუსები გაეჩერებინათ მაგრამ. აუ, ამაკინა. აი ამას დიეთ, ესეთ გიჟებს ესე ადგილზე რო ასრიალებენ და ესენ დააჯარებენ. მე რო დავსწრებ თვლიან. აი, წავედი, აჰე.